მოგესალმებით. მე გახლავარ თამარ ლომიძე. ეს კი გადაცემა რუსთავზე და რუსთაველებზე სახელწოდებით ყველაფერზე გულახდილად. ყველაზე დიდი ძალა, ყველაზე დიდი დასაყრდენი, ყველაზე დიდი იმედი, ჩვენი დიადი ახალგაზრდები. მინდა წარმოგიდგინოთ გადაცემის დღევანდელი სტუმარი, ჩვენი თანაქალაქელი, არაჩვეულებრივი, ძალიან საყვარელი გოგონა ქეთევან ყარალაშვილი. მოგესალმები ქეთი, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მომბრძანებისთვის. მადლობა თქვენ რომ მომწვევთ. ძალიან კარგი, დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. ქეთი, გაგვეცანი თუ შეიძლება, უბრალოდ გაეცანი რუსთაველებს. მოგესალმებით, მე ვარ ქეთი ყარალაშვილი, დავიბადე და გავიზარდე ჩვენ საყვარელ რუსთავში, დაამთავრე მეორე საჯარო სკოლა, პროფესიით ვარ ტურიზმის მენეჯერი, ამჟამად სწავლა დაამთავრე. ახლა ველოდები მომავალ შესაძლებლობებს. უნდა გააგრძელოს სწავლა, რა თქმა უნდა. კარგი. ქეთი, გადაცემა გულახდილობაზეა და გულახდილად ვიტყვი, რომ მე არაჩვეულებრივად ვიცნობ შენს ოჯახს. თქვენი ოჯახი, ეს არის რუსთავში ერთ-ერთი წესიერი, პატიოსანი, ძალიან თბილი და ძალიან ტკბილი ოჯახი. მაგრამ გავაცნოთ რუსთაველებსაც, თუ შეიძლება შენი ოჯახის წევრები რა პროფესიის არიან ისინი და ვინ არიან? ასე ვთქვათ, დიდი ოჯახი მაქვს. ოჯახში ვართ ჩემი ძმა, დედა, მამა, ბებია და ბიძა. მეც ერთად ცხოვრობთ ყველანი, მხიარულად, ბედნიერად. დედა პროფესიით არის ქიმიკოსი, მამა არის მშენებელი ინჟინერი. ჩემი ძმა აბიტურიენტია და მინდა თქვენი ეთერის საშუალებით წარმატებები ვუსურვა გამოცდებზე. შემოგიერთდები. მადლობა. ბებო პენსიონერია და ბიძა არის დიპლომატი. ძალიან კარგი. ქეთი, შენ ამჟამად რა საქმიანობ? როგორც მოგახსენეთ, სწავლა დავამთავრე უკვე, ბაკალავრის ხარისხი მაქვს და ახლა აქტიურად ვემზადები სამაგისტრო გამოცდებისთვის. წარმატებას გისურვებ. ქეთი, როგორ ფიქრობ, რა ძალა არის ახალგაზრდობა? პირველ რიგში, ალბათ ახალგაზრდობა არის უსაზღვრო შესაძლებლობები. ახალგაზრდობა ეს ისეთი პერიოდია, როდესაც თამამად შეგიძლია იოცნება ყველაფერზე და ნელ-ნელა დაიწყო ამოცნებების განხორციელება. ძალიან კარგი. ქეთი, მე ძალიან მიხარია, რომ დღესდღეობით განათლება მართლაც პრიორიტეტია. მაგრამ აი შენი აზრით, რას აძლევს განათლება ადამიანს? განათლება ახალგაზრდობასთან ერთად ეს უკვე არის ძალიან დიდი ძალა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის გასაღები მთელი ცხოვრების. განათლება არის ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს და რასაც შეიძლება ადამიანი ეყრდნობოდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში და რაც უპირატესობას ანიჭებს როგორც კარიერულ წინსვლაში, ასევე ცხოვრებაში ზოგადად. როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი 20 წლის შემდეგ? მომავალზე ხშირად მიფიქრია და ძალიან მინდა 20 წლის შემდეგ და ზუსტად ვიცი რომ ექნება თბილი, ესეთი მოსიყვარულე ოჯახი და საყვარელი საქმე, რომელსაც მივყვები ბოლომდე. ძალიან კარგი. ქეთი, ჩვენ მშობლები რაღაც დოზით ყოველთვის ვერევით შვილის ცხოვრებაში. სულ ვცდილობთ ვეჩიჩინებით, რომ გაითვალისწინონ ჩვენი შეცდომები, ვაძლევთ უამრავ რჩევებს. აი მე მაინტერესებს შენი მშობლები რა დოზით ერევიან შენ ცხოვრებაში? რომ გითხრათ, ჩემი მშობლები არ ერევიან ჩემ ცხოვრებაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მე მჭირდება მათი აზრი, მჭირდება მათი დახმარება. და ისიც მხოლოდ ისეთი ასე ვთქვათ, ისეთი დოზით, როგორც მე მინდა. განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში ერევიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე მინდა რომ იყვნენ საქმის კურსში, ასე ვთქვათ. არასდროს არ ჩარეულან ჩემი მშობლები ესე უხეშად რომ გითხრათ. არასდროს არ უთქვამთ რა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, ყოველთვის მხარში მიდგანან. განსაკუთრებით პროფესიის არჩევის დროს. პროფესია ისეთი რამეა, რომელიც ადამიანს ცხოვრების ბოლომდე გაყვება. და არასდროს არ უთქვამთ ჩემ მშობლებს, რომ მიმეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მე არ მინდოდა. პირიქით ყოველთვის გვერდში მედგნენ ბოლომდე. ქეთი, ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ დამოუკიდებლად ვერ მიიღე თუ არ მიიღე გადაწყვეტილება, მაინც მშობლების აზრი გაითვალისწინე და მერე გინანია ეს. მშობლების აზრს ვითვალისწინებ, მაგრამ სინანულით არასდროს არ მინდა.
ნუ ოჯახში ყოველთვის ხდება რაღაცა პატარა წაკამათება და კონფლიქტები. ფაქტურად არ არსებობს ოჯახი, რომ არ მოხდეს. ჩვენ რა თქმა უნდა მშობლები ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შვილებს ავარიდოთ და ცოტა მოგუდულში მოხდეს, ასე ვთქვათ, ეს ამბავი, მაგრამ ნუ ყოველთვის ასე ვერ ხდება. ქართველები ემოციურები ვართ, ხომ იცი? აი, მომხდარა ალბათ შენს ოჯახშიც, ხომ ასეთი პატარა კონფლიქტები. მე მაინტერესებს რა იცი? თუ შენ შეესწარი ასეთ რამეს და ვისი მხარე დაიჭირე, დედის თუ მამის და რატომ? სამართლიანობის გამო თუ უბრალოდ დედაილა ხარ ან მამაილა? გულახდილად რომ გითხრათ, მშობლები კონფლიქტებში ნაკლებად ყრევენ მე და ჩემ ძმას და მე თვითონაც არ მაქვს ხოლმე სურვილი მათ ურთიერთობაში რამენაირად ჩავერიო. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ თავი შევიკავო, ზოგჯერ საკუთარი აზრის დაფიქსირებისგანაც კი. ასე რომ არასდროს არ ვერავი მე კონფლიქტებში. ძალიან დიპლომატი ხარ შენ. ვცდილობ. კეთი, ოჯახში ყავს შენ როგორც აღნიშნე ძმა. კი. უმცროსი ძმა გიორგი, რომელიც სკოლას ამთავრებს, აბიტურიენტია. როგორი დაძმობა გაქვთ, კეთი? აი, შენ თუ შეგიძლია რაღაცა რთულ მომენტში თავისუფლად მიმართო გიორგის, თუ გეგულება ის გეიმედება, რომ რაღაც დახმარების ხელს მაინც გაგიწოდებს. გულახდილად რომ გითხრათ, მე ჩემი ძმისთვის ვარ საშინელი და ჩემი ძმისთვის ვარ მე ღამის კოშმარი. ნუ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. ძალიან მიყვარს ჩემი ძმა. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი ხშირად გვაქვს ხოლმე და ჩემ ძმას ასაკის სხვაობიდან გამომდინარე, მაგრამ არ არსებობს დღე, რომ მე ჩემ ძმას არ მოვეფერო, არ მოვესიყვარულო. ყოველთვის მხარში მიდგას, როცა მჭირდება და რა თქმა უნდა მეც ყოველთვის ვცდილობ, რომ მის გვერდით ვიყო, როცა მას ჭირდება, რა თქმა უნდა. კი ბატონო. კეთი, შენ ყავს არაჩვეულებრივი ბებიები და ძალიან საყვარელი ბაბუა. ნუნუ ბებია, ცაცა ბებია და ბორია ბაბუა. ხო არ მეშლება. ნუნუ ბებია თქვენთან ერთად ცხოვრობს. ალბათ როგორც მშობლები ბებიების რაღაც რჩევებს გაძლევენ, ხო? გამოცდილები არიან რა თქმა უნდა და იმიტომ შენ თუ ითვალისწინებ მათ რჩევებს. და მაინტერესებს რა არ მოსწონს თქვა ბებიებს შენი და რას გიწუნებენ, რას შეგისწორებენ ხოლმე? ბებიები ყოველთვის ცდილობენ მაჭამონ იმდენი, რამდენიც მე მგონი არ შეუძლია არავის ჭამოს. მაცმევენ ყოველთვის ძალიან თბილად, ყოველთვის ზრუნავენ ჩემზე და ზოგჯერ აი როგორ შეიძლება გითხრათ, გადამეტებული შეიძლება იყოს მათი ზრუნვა, რა თქმა უნდა, სიყვარულით აკეთებენ ამას. ზოგჯერ არ მოსწონთ ჩემი ჩაცმულობა, არ მოსწონთ მის ვარცხნილობა, მაგრამ არასდროს კატეგორიულად არ მოითხოვენ რამის შეცვლას. ძალიან კარგი პროგრესული ბებიები. ძალიან კარგი. კეთი, მე ვინაიდან ძალიან ახლოს ვიცნობ შენს ოჯახს, ამიტომ ჩახედული ვარ მასში შიგა სამზარეულოც ვიცი და ამ კითხვას ზუსტად იმიტომ გისვამ. შენ ყავს არაჩვეულებრივი ახლობლები, ანუ ოჯახის წევრები იგივე. შენი მამიდა, ნინო ყარალაშვილი და შენი ბიძები, გია ყარალაშვილი და ვასო საძაგლიშვილი. რა ადგილი უკავიათ ამ ადამიანებს შენ ცხოვრებაში? გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მეორე ბიძა ვასო ჩვენგან შორს ცხოვრობს, ბებია ბაბუასთან ერთად, ის ესე აქტიურად ვერ ერევა ჩემ ცხოვრებაში, როგორც ჩემი მამი და ნინო და მეორე ბიძა გია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მე მყავს ისეთი მამიდა და ბიძები, რომელიც არავის არ ყავს. ისინი ჩემზე ისე ზრუნავენ, როგორც ალბათ ისრუნებდნენ საკუთარ შვილზე და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ ამისთვის გადაუხადო და ძალიან მიყვარს. ნამდვილად ძალიან არჩევრი ადამიანები არიან და გაგიმართლა კეთი, ნამდვილად გაგიმართლა. იმას ვფიქრობ, რომ ნამდვილად გამიმართლა. კეთი, რა გეხერხება საოჯახო საქმეებიდან? საოჯახო საქმეებიდან თითქმის ყველაფერი მეხერხება. ნუ შეიძლება ის დაგვარად ალბათ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს კერძების მომზადება. იშვიათად ვამზადებ. დამოუკიდებლად თუ ან დედასამრიგებლად? დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა. მიყვარს რაღაცა ექსპერიმენტების ჩატარება და ყველაფერს ეს ვაკეთებ ჩემებურად ვაკეთებ ხოლმე, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გემრიელი გამომდის თუ ეს ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება. კეთი, სახლის დალაგება არ გვყავს? სახლის დალაგება ნაკლებად. აი, გავაწლები, შენ შექმნი ალბათ ოჯახს, რა თქმა უნდა. მე მაინტერესებს შენს მომავალ ოჯახში. რას გადაიღებ შენი ოჯახიდან? ჩვენ ოჯახში ქონდა ესეთი პატარა ტრადიციები, რამოდენიმე წლის წინ. მშობლებთან ერთად მე და ჩემი ძმა ხშირად გავდიოდით ხოლმე დასასვენებლად, ასე რომ ვთქვათ, საღამოობით დროს ერთად ვატარებით მხიარულად, ბედნიერად.
ფილმების ყურება გვყვარდა ხოლმე ერთად ვიკრიბებოდით მთლიანად ტელევიზორის წინ და ყველანი ერთად უყურებდით, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ გავიზარდეთ მეც, ჩემი ძმაც და ორივეს ასე ვთქვათ, ჩვენი ცხოვრება გვაქვს უკვე, ნაკლებად ვახერხებთ ამას და ძალიან გული მწყდება. ამას გადაიღებდი. ამას გადავიღებ აუცილებლად. კარგი. კეთი, როგორი ბიჭები მოგწონს და როგორი ბიჭები არ მოგწონს? არ მომწონს ბიჭები, რომლებიც მხოლოდ საუბრობენ და არაფერს არ აკეთებენ. არ მომწონს ბიჭები, რომლებსაც არ აქვთ პატივისცემა საკუთარი თავისადმი და შესაბამისად არცხოვისადმი. მომწონს ბიჭები, რომლებიც არიან პასუხისმგებლობით ახსავსე, მხიარული, ჭკვიანი, თბილი ადამიანები. ძალიან კარგი. შეყვარებული ხომ არ ყავს? კი. იციან ოჯახში? კი, ოჯახს ყველა წევრმა იცის. ანუ კმაყოფილები არიან შენი რჩეულით ალბათ, ხო? იმედი მაქვს. არ გამიგია რაღაცა წინააღმდეგის მაგვარი რაღაცა? პირადად არ იცნობენ, მაგრამ კმაყოფილები არიან შენი არჩევანით. კეთი, აი რომ ყოფილიყო ასეთი შემთხვევა, რომ არის რაღაც რიგი მიზეზები, ბევრი მიზეზი, როდესაც აი მშობელი იწუნებს სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო იწუნებს თავისი შვილის რჩეულს. აი მსგავსი შემთხვევა რომ ქონოდა და ეს მომხდარიყო. გაითვალისწინებდი მშობლების აზრს და დამოკიდებულებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ არ მოხდება ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ რა თქმა უნდა, აზრის გათვალისწინება შეიძლება, მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მშობლები ისე ახლოს არ იქნებიან იმ ადამიანთან, როგორც მე ვარ ისე ახლოს და შეიძლება ბევრი რამ არ იცოდნენ მის შესახებ. ამიტომ მხოლოდ გათვალისწინების რაღაც პატარა დოზით ალბათ. პატარა დოზით. როგორც ასეთი წინააღმდეგობის გაწევა ალბათ არ დაგჭირდებათ, მოაგვარებთ როგორ ამას, ხო? ძალიან კარგი. როგორ ფიქრობ, გრძნობებს უნდა ახვეს ადამიანი თუ მაინც გონებით უნდა მიუდგე ყველაფერს? იცით, ერთმანეთის ანუ გარეშე წარმოუდგენელია. გრძნობებს უნდა აყვა, როდესაც საჭიროა, მაგრამ გონებით გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კი. და მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის საუკეთესოა, როდესაც ეს ორივე ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, თანხმობაში მოდის. ძალიან კარგი. კეთი, როგორ ფიქრობ, ჯობს გარისკო და წააგო თუ საერთოდ არ გარისკო? რა თქმა უნდა, ჯობს გარისკო და წააგო, რომ მე შემდეგ სათქმელად არ ქონდეს რა იქნებოდა, რომ გამერისკო. კეთი, დღეს უფრო ნაკლებად ხდება ასეთი რაღაცეები, უფრო ჩვენ თაობაში ხშირად იყო ასეთი რამ, მაგრამ მაინც ხდება. მე მქონია მაგალითები და მინდა ასეთი კითხვა დაგისვა. ბიჭებს მოსწონთ რა თქმა უნდა გოგონა, უყვართ, მერე ცოლად მოყავთ, ასე შემდეგ და აი ცოლად რომ მოყავთ, მერე დგება ხოლმე რაღაც პრობლემები. თუ მოხდა ისე რომ შენმა რჩეულმა ცოლად მოყვანის შემდეგ რა თქმა უნდა დაგიწუნა შენი პროფესია და დაგიწუნა სამსახურის და მოგთხოვა კატეგორიულად რომ ან პროფესია უნდა შეიცვალო და ან სამსახურსაც თავი დაანებო. როგორ მოიქცევი ამ დროს? ეს ამ თემაზე არ მიფიქრია და არც მინდა ამის წარმოქმნა. რომ შეიძლება ჩემ მომავალ მეუღლეს არ მოსწონდეს ჩემი პროფესია და არ მოწონდეს ის, რასაც ვაკეთებ. ჩემი პროფესია და ჩემი საქმე არის ის, რაც მიყვარს და რაც უნდა ვაკეთო მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ ძალიან რთული იქნება რამე გადაწყვეტილების მიღება ამ შემთხვევაში. რთული იქნება. ნამდვილად. მე კიდევ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი რომ ჩემს მეუღლეს ეთქვა რომ სამსახურისთვის თავი დამენებებინა, დამჯდარიყავი სახში, გამეჩინა ბევრი შვილი და ასე გამეგრძელებინა ცხოვრება. აი ხომ გასაკვირია, მაგრამ მთელი ცხოვრება ეს მინდოდა. მაგრამ ის ცივილურად უდგებოდა ჩემს პროფესიას, რა თქმა უნდა და არ აპროტესტებდა არც პროფესიას, არც სამსახურს, იმიტომ რომ ღამის თევა მიწევდა მე და ასე მაგრამ არაჩვეულებრივი პროფესია გაქვთ მინდა აღნიშნო. პროფესია ნამდვილად კარგი მაქვს. კეთი, ალბათ ყავს ახლა შენ რა თქმა უნდა დაქალები. ითვალისწინებ მათ აზრს ყოველთვის და აი თქვათ შენ რჩეულთან დაკავშირებით თუ გაითვალისწინებდი მათ აზრს. თუ რაღაც არ მოეწონებოდათ მაგალითად და გულახდილად გეტყოდნენ. გაიზიარებდი მათ აზრს. დაქალების აზრს ხშირად ვითვალისწინებ, მაგრამ ეს რჩეულთან დაკავშირებული შემთხვევები ძალიან ისეთია ჩემთვის მტკივნეული, იმიტომ რომ ორი ადამიანის ურთიერთობაში არ ვფიქრობ, რომ მესამე უნდა ჩაერიოს. უმხელ ბოლომდე დაქალებს, აი ამ შენს
სასიყვარულო ამბებს, ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ ბოლომდე არ უნდა გავმხილვარ. იმიტომ რომ მაინც ეს პირადი ცხოვრებაა, რომელიც უნდა კონდეს შენთვის, ცალკე პირადად და არა ყველასთვის ასე საჯაროდ. გათვალისწინების შემთხვევაში კი შეიძლება რაღაც გავითვალისწინო, მაგრამ არა ის რომ რაღაც კატეგორიული ზომები მივიღო ამასთან დაკავშირებით. იცი რატომ გეკითხები? ერთ გადაცემაშიც აღვნიშნე მე ზუსტად ეს რომ არის ესეთი შემთხვევები მე მქონია და ვიცი მაგალითად ასეთი ადამიანები რომ ითვალისწინებენ ამ დაქალებისას, მე ისე გამოდის რომ ეს დაქალები ყველა ოჯახს ქმნიან და ეს გოგონა კიდევ დარჩა უკვე წლები გავიდა და დარჩა გასათხოვარი თუ გაუთხოვარი, მოკლედ აიმიტომ შეგეკითხე და მაინტერესა. გასაგებია შენი პოზიცია. ქეთი, როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მყარი, თბილი, კარგი, ნამდვილი, ქართული, ჰარმონიული ოჯახი რომ მქონდეს ადამიანს? პირველ რიგში საჭიროა ურთიერთგაგება და პატივისცემა ერთმანეთის, სიყვარული, სითბო. კარგი, ძალიან კარგი. როგორ ფიქრობ, რატომ ინგრევა დღეს ოჯახები ასე ხშირად? მიზეზი რა არის ამისი? ეს ესეთი მტკივნეული თემა ძალიან. ოჯახები ალბათ იმიტომ ინგრევა, რომ არ ცდილობენ ბოლომდე გაიცნონ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ბოლომდე ადამიანის ამოცნობა შეუძლებელია, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც ფიქრობ, რომ ყველაფერში უნდა გამოცადო ის ადამიანი, რომელთანაც გინდა მთელი ცხოვრების გატარება, რომ მე რაღაც საფიქრალი და საეჭვებელი არ კონდეს და შემდეგ არ მოხდეს ოჯახის დანგრევა. უნდა ბოლომდე უნდა ენდობოდე ამ ადამიანს. მე ვფიქრობ, რომ ეს აკლიათ. ეს აკლიათ, ხო? ნდობა და ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ერთმანეთს ყველაფრის ცოდნა ალბათ კი. იმიტომ რომ მგონიათ მათ რომ უყვართ ერთმანეთის სინამდვილეში ეს გატაცება მე აღმოჩნდება რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გატაცება იყო სხვა არაფერი და ისე ერთი ხელის მოსმით ანგრევენ ოჯახებს რომ რა ვიცი ძალიან სამწუხარო ფაქტია იმიტომ რომ გახშირდა. ამიტომაც მგონია რომ დიდი დრო უნდა გაატარონ მანამდე ერთმანეთთან სანამ ამ საპასუხისმგებლობების გადადგა. თუმცა გავიხსენებ ასეთ რამეს, მე მთელი ცხოვრება ვამბობდი, რომ სახლში დედასთან და მამასთან რომ 2 წელი თუ არ ვიცნობდი ბიჭს, თუ არ ნახე სუფრაზე, სადღაც სტუმრად, ქორწილში, ხინში, ჭირში, მოკლედ თუ კარგად არ შევაფასე, რა თქმა უნდა, იმას ცოლად როგორ გავყვებითქო. და ეს პარადოქსია, 5 თვის გაცნობილი მყავდა ჩემი მეუღლე, სახლში დავბრუნდი. სახლში მქონდა რემონტი ამ დროს და მამას ვეუბნები რომ მამა ერთ კვირაში ნიშნობა გვაქვს. მამა ჩემო იმ წუთას პასუხი დამიბრუნა. აბა 2 წელიო. რას ლაპარაკობ რა 2 წელი მეთქი? დამთავრდა ეს ამბავი, დამთავრებულია. მივაწესრიგეთ სახლი რაღაცნაირად უცებ სასტრაფოდ და ასე მოხდა მე ჩვენი ქორწინება. ამიტომ ასათებიც ხდება. ქეთი რწმენაში თუ ხარ? თუ ახერხებ რა თქმა უნდა გამართლება არ აქვს იმას რომ უდროობის გამო ვერ მოვახერხოთ თუ დადიხარ ტაძარში წირვალოცვებზე თუ აბარებ აღსარებას თუ ეზიარები მოძღვარი თუ ყავს გულახდილად რომ გითხრათ სკოლის პერიოდში უფრო ხშირად დავდიოდი ხოლმე აღსარებებზე ზიარებასაც ვღებულობდი ახლა რატომღაც უფრო ნაკლებად ისე ხშირად ვერ დავდიოდი მხოლოდ შეიძლება ითქვას რომ დღესასწაულებზე და ძალიან მინდა რომ დაუბრუნდე ისევ ეკლესიას ხშირად. როგორ ფიქრობ ეს სიზარმაცია ხო ალბათ? სიზარმაცეს და იმიტომ შეიძლება სიზარმაცეც იყოს ვერ გეტყვით. ალბათ მაგრამ ალბათ კი რომ გამართლება არ აქვს რა თქმა უნდა ამას. ქეთი, როდესაც ოჯახ შექმნი, გააჩენ იმდენ შულს, რამდენსაც უფალი გაჩუქებს. რა თქმა უნდა კი. გააჩენ. კარგი განწყობა გაქვს. ძალიან კარგი შემოკარგა. ქეთი, ახლა მინდა ასეთი კითხვა დაგისვა. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია აი ეს ყველაფერი, რასაც შეგეკითხები და ძალიან ბევრი ფაქტი და მაგალითი არსებობს ამისი და ზუსტად ამიტომ მაინტერესებს. როდესაც მუშაობას დაიწყებ, იზრუნებ შენს კარიერაზე. მაინტერესებს, აი როგორც ახალგაზრდა ქალბატონი, შენი კარიერული წინსვლისთვის თუ გამოიყენებ აკრძალულ მეთოდებს. რამის დამალვა კოლეგისთვის, კოლეგებისთვის, მოტყუება, გაფუჭება შეგნებულად საქმის. ძალიან მაინტერესებს. იცით, ჩემ ბუნებაში არის ესე ვთქვათ, ბინძური თამაშები. რა თქმა უნდა, თავს არავის არ დავაჩაგვრინებ, მაგრამ ისიც არ მოვიქცევი, რომ ვიღაცას ცუდად რომ თქვა, თავზე გადავახტი ან რაიმე წავართვა. ასე რომ არა თავისუფლად შვიდად დაველოდები, როდის მოვა ჩემი
დრო. იშრომებ რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიშრომებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დამსახურებულად მივიღო ის და მაგრამ არავითარ შემთხვევაში სხვას არ წავართმევ. ძალიან კარგი. კეთი, რა თქმა უნდა, უამრავი მეგობარი გეყოლება. რა ადგილი უკავიათ ამ ადამიანებს შენ ცხოვრებაში და აი მეგობრობაში რა არ უნდა შეგეშალოს ადამიანს? მეგობრების ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავიათ. ძალიან ხშირად ვართ ერთად. მეგობრობაში არ უნდა შეგეშალოს ალბათ ისეთ მე ვფიქრობ, რომ უნდა შეგეწყოს, როდესაც მეგობარი ყავს და თვლი რომ შენ ხარ კონკრეტული ადამიანისთვის კარგი მეგობარი, უნდა შეგეძლოს ზოგჯერ საკუთარი სურვილების ცოტათი უკან გადაწევა მის სასარგებლოდ. და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრობაში ეს ერთმანეთის გათვალისწინება. ძალიან კარგი. რა შეხედავ კეთი ბედნიერებას? დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ვარ ნამდვილად ბედნიერი. მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, რომელიც ძალიან მოყვარვარ და გორჩემიტყვას ყოველფერში მყავს მეგობრები, რომლებიც ასევე გორჩემიტყვანა და მყავს საყვარელი ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და ყოველთვის ჩემთან. ასე რომ ეს ძალიან ბედნიერი გოგონა ხარ, ღმერთ სთხოვ რომ ეს გაგრძელდეს წლების მანძილზე და წარმატებას გისურვებ ამ სფეროში თავისთავად ცხადია. კეთი, გადაცემაში სტუმარს შეუძლია წამყვანს დაუსვას კითხვა. შეგიძლია დამისვა? ძალიან კარგად გიცნობთ ახლოს. ძალიან აქტიური ქალბატონი ბრძანდებით, გაქვთ არაჩვეულებრივი პროფესია, ახლა საკუთარი გადაცემა ტელევიზიაში და ყოველთვის ესე კარგად გამოიყურებით. როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს ერთად, თან ოჯახთან შეთავსებითაც? რა კარგად გამაცინე. რა ვიცი, ვახერხებ კეთი? კი, ნამდვილად. არაჩვეულებრივ ფორმაში ვიყავი, გულახდილად ვიტყვი 2 წლის წინ. როდესაც ვიკვებებოდი სწორად, როდესაც ყოველ საღამოს 8 კილომეტრს გავდიოდი ფეხით. აი, მაშინ ვიყავი მართლაც არაჩვეულებრივ ფორმაში. ნუ რასაც შენ კარგ ფორმას უძახი და არაჩვეულებრივ ფორმას დაგეთანხმები, იცი რატომ? მე ჩემი თეორია მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ეგერთი რასაც შემიქვია ყველაფერი მომწოს, ჩემი თავი მომწოს ყველანაირ წონით კატეგორიაში და ვთვლი რომ თუ შენი თავი არ მოგწოს ადამიანს არც არავის მოეწონები. აი დილით სარკეში ჩავიხედავ, რაღაცა მოწესრიგებული რომ მაქვს თმები, იქ მაკიაჟი, იქ რაღაცა გამოვიპრანჭები, მიყვარს პრანჭია ვარ და კეკლუცი ვარ და ვფიქრობ რომ ყველა ნორმალური და ჯანმრთელი ქალი უნდა იყოს პრანჭია და კეკლუცი, ხო თავისთავად ცხადია. თან ისეთი პროფესიები მაქვს მე, უბრალოდ სამსახურები. სამშობიარო სახლის პედიატრი ვარ და მაქვს შეხება ახალშობილებთან, მათ მშობლებთან და მათ ნათესავებთან, როგორ შეიძლება ახლა ესთეტიურად არ გამოვიყურებოდე. მით უმეტეს მეორე სამსახურში, ესთეტ ცენტრში ვმუშაობ. იქ ხომ თავისთავად ცხადია, ადამიანი რომ შემოდის, შენ აუცილებლად ესთეტიურად უნდა გამოიყურებოდე, რომ ნდობა გაუჩნდეს ხო შენს მიმართ. ახლა ტელევიზია წამოვიწყე და თავისთავად ცხადია. სიმართლე თუ გაინტერესებს კეთი, საერთოდ ქალმა მე მგონი ძალიან მინიმალური საშუალებითაც კი უნდა მოახერხოს რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ ვინაიდან ჩემ ცხოვრებაში სენტიმენტებს უკავია ძალიან დიდი ადგილი, ამიტომ ცოტა ამასაც ჩავთავ. როდესაც მეუღლე გარდამეცვალა, რამდენიმე წელი მეცვა შავები და რომ გავიხადე შავები, გამოვიპრანჭე, თმები შევიღებე, მაკიაჟი გავიკეთე, ჩემი უფროსი შვილი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობ, მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა. დედიკო, ძალიან გთხოვ, რომ ყოველთვის ასეთი ლამაზი იყო. ძალიან გთხოვ, ასე მითხრა. და აი ეხლა სულ ყურში მაქვს მე და სულ ვცდილობ. იცი რა არის, აი საწოდავი და უბედური დედა შვილებს ნამდვილად არ უნდა. ამიტომ ყველა ქალმა უნდა ეცადოს, რა თქმა უნდა, რომ ესთეტიურად გამოიყურებოდეს შვილებისთვის, ოჯახისთვის, ახლობლებისთვის, კოლეგებისთვის, ქუჩაში გამლელებისთვის და ასე შემდეგ. და საერთოდ იცი რას ვფიქრობ? გათხოვების შემდეგაც ყველა ნორმალური, მართლაც ჯანმრთელი, მეტი ჩარა, კეკლუცი და კარგი ქალი აუცილებლად უნდა ეპრანჭებოდეს თავის მეუღლეს. ეს აუცილებელი პირობაა. სულ უნდა იყო მუდმივად შეყვარებული და სულ უნდა ეპრანჭებოდე. რა თქმა უნდა და მეუღლეც ალბათ ყოველთვის დადებითად შეხვდება. თავისთავად ცხადია, როგორ შეიძლება არ მოეწონოს, ხო? რა ვიცი, დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხმა. ძალიან კარგი. კეთი, შენ დაიბადე რუსთავში, გაიზარდე რუსთავში, შენი მშობლიური ქალაქია.
ამ ქალაქში ცხოვრობენ შენი მშობლები, ბებიები, ბაბუა, მამიდა, ბიძები, ბიძაშვილები, მეგობრები, უამრავი ახლობელი. რა არის ეს ქალაქი შენთვის, ქეთი? ხომ არის საყვარელი ქალაქი, თავისთავად ცხადია, რას მეტყვი? კი, რა თქმა უნდა. ჩემთვის რუსთავი არის ქალაქი, რომელიც ყოველთვის მენატრება, სადაც არ უნდა ვიყო, ძალიან მიყვარს, სადაც შევიძინე უამრავი ძალიან კარგი მეგობარი, მაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები ყველასთან, ასე რომ რუსთავი ჩემთვის არის ყველაფრის საწყისი, ასე რომ ვთქვათ. რუსთავიდან იწყება ჩემთვის ყველაფერი. ქეთი, დასრულდა ჩვენი გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიე სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი სასიამოვნო დიალოგი გქონდა. არაჩვეულებრივი გოგონა ხარ მართლაც და დაგემშვიდობები, წარმატებებს გისურვებ შენს პირად ცხოვრებაში, შენს კარიერაში და დაგემშვიდობები კიდევ. დიდი მადლობა წარმატებები თქვენს. კარგად. მადლობთ ქეთი, კარგად. ძვირფასო ახალგაზრდებო. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ ის, რომ ოჯახი ეს ძალიან რთული ორგანიზმია. მას სულ მოფერება, ხელის გულზე ტარება სჭირდება. გისურვებთ ბედნიერი ოჯახების შექმნას. იყოთ გულახდილები, მომავალ შეხვედრამდე.